მოკლედ მინდა მოგიყვეთ ნორვეგიის ციხეზე, როგორც ვიცით ეს არის არა მხოლოდ ევროპაში და არა მხოლოდ ევრაზიის კონტინენტზე, ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, ჰუმანური, კეთილმოწყობილი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ციხე. ნუ პრინციპში ამას შეიძლება ციხე არც კი უწოდოთ, ახლა მაგალითად დღევანდელი სტანდარტებიდან, რაც დანარჩენ სამყაროში არსებობს, ამას შეიძლება უწოდოთ უბრალოდ თავშესაფარი, კეთილმოწყობილი, მაღალი დონის თავშესაფარი, სადაც არა მხოლოდ ის, რომ ინფრასტრუქტურა არის იმდეგვარად მოწყობილი, რომ ადამიანი თითქოს რაღაც კურორტზე ასე ვთქვათ, უბრალოდ რა თქმა უნდა შესაბამის საზღვრებს, ტერიტორიებს ვერ ცდება იმ შენობა ნაგებობებს, რაც შემოსაზღვრული იქიდან ადამიანი ვერ გადის. მაგრამ აქ თავის ტელევიზორები, საღამობით შეკრებები, რაღაც აუზები, სავარჯიშო ოთახები, დარბაზები, აუზი ვთქვი ალბათ უკვე აუზი ყველაზე უფრო მეწონა და ნუ მოკლედ ანუ რაღაც უმაღლეს დონეზეა ყველაფერი მოწყობილი. გარდა ამისა ბადრაგების გარდა ყავთ მაგივრად ყავთ ზედამხედველები, ეგრეთ წოდებული სოციალური მუშაკები, რომლებიც ზრუნავენ ამ ადამიანების რაღაც განათლების მიღებაზე, ასე ვთქვათ, სულიერ განვითარებაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მათთან ერთად შედიან საუბარში. ისინი არ ატარებენ იარაღს, ნუ რასაკვირველი ხა დაცვის სისტემა აი ძალიან მაღალ დონეზე გაკეთებული და ფიზიკურად შეუძლებელია რომ რომელიმე ადამიანმა ნუ ესე თავის ჭკუაზე დატოვოს, შეუძლებელია არ არის, მაგრამ თავის ჭკუაზე დატოვოს და გამოვიდეს, ესე არ იქნება. უბრალოდ აქ ჩნდება ერთი ჩემი აზრით სრულიად ლეგიტიმური კითხვა. ამ ტიპის ციხეები ასრულებს თუ არა იმ დანიშნულებას, რის გამოც ადამიანებს ერთად გადაუწყვეტეთ, რომ ციხე აგვეშენებინა. ზოგადად სასჯელი, რაც გულისხმობს ადამიანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებას, 5 მთავარ მიზეზს ემსახურება. ეს არის სამართლიანობის აღდგენა, ნუ ეხლა ადამიანური სამართლის მომხრე მე დიდად არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ რაღაც ზომები უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ ერთი რომ ადამიანმა ნუ თავის შესაბამისად აგოს პასუხი და მეორეა რომ საზოგადოებამაც რაღაც ფორმებით შეაკავოს ეს ქმედება, ხო? ეს არ არის სამაგიეროს მიზღვა, ზუსტად რომ სამაგიეროს მიზღვისგან რომ ავირიდოთ თავი და ვენდეტასგან და სისხლის აღებისგან რომ ავირიდოთ თავი, ამიტომ ამას ითავსებს ციხე და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი. მეორე ეს არის რესტიტუცია, ნუ პირველი მდგომარეობის აღდგენა, რაც ნუ სისხლის სამართალში შეუძლებელია ხა ადამიანს თუ მოუკალი, ანუ ადამიანს თუ ჯანმრთელობა განზრახდივად ისე დაუზიანე, რომ საერთოდ ვეღარ ასრულებს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და ვერას კი შეასრულებს, ახლა იმას ვეღარ უშველი, ხო? ნუ სისხლის სამართალში რესტიტუცია ცოტა ისეთია. მესამე, თუ ქონებრივ დანაშაულთან არ გვაქვს საქმე, დანარჩენი სამი ინდივიდუალური პრევენცია დანაშაულის, ანუ მე თუ დამნაშავე პოტენციური დამნაშავე დავიჭირე და საზოგადოებას გამოვარიდე, იქ ხო ვეღარ ჩაიდეს დანაშაულს. ეს არის ზოგადი პრევენცია, როდესაც სხვა ადამიანებს ვაძლევ მაგალითს, რომ შენ თუ იგივეს გააკეთებ, შენც იქ იკრავთ თავს და მეხუთე ეს არის რესოციალიზაცია. თვითონ ადამიანი უკან უნდა დავაბრუნოთ საზოგადოებაში. ჩემი აზრით ამ 5 მთავარი კომპონენტიდან ერთადერთი, რასაც ეს ციხე ისახავს მიზნად, ეს არის ადამიანის რესოციალიზაცია. ანუ თუ ადამიანი რაღაც გარკვეულ რთულ ფსიქიკურ, ფსიქოსომატურ, არ ვიცი, ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჩაიდინა დანაშაული, მას თავიდან უნდა ვასწავლოთ ეს ყველაფერი და დავაბრუნოთ სოციუმში. ოღონდ ჯერ ვასწავლოთ რაღაცები. ოკეი, გასაგებია, მაგრამ არ ვამბობ, რომ ის ციხეები უნდა დავაბრუნოთ, რაც ჩვენთან იყო, ან რაც არის ის ნორმალურია და მეც ვფიქრობ, რომ უდიდესი რეფორმები აქ გასატარებელი და მეც ვფიქრობ, რომ უდიდესი რესურსი სახელმწიფომ სწორედ იმაში უნდა ჩადოს, რომ მოხდეს ამ ადამიანების რესოციალიზაცია და განვითარება და ამ ადამიანებისთვის შესაბამის სწორ გზას დაყენება. თუმცა მე ვიცი, ჩემი აზრით რაღაცა მეორე უკიდურესობა არა, როცა რაღაცის ოპონირებას აკეთებ, არ ნიშნავს, რომ მეორე უკიდურესობაში უნდა გადავარდა. რაღაცა ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ჩავსვათ ეს ადამიანი. თქო და ესეც მიზანშეწონილიც არ მგონი